ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ქალებისა და ახალგაზრდების როლსა და პოტენციალზე მწვანე გარდაქმნის პროცესში, რა არის ბარიერები, რა გადაჭრის გზები არსებობს. ის თუნდა დავინახოთ, რომ მომავალი არის მწვანე. და უნდა გქონდეს იმისი ხედვა, რომ მეტი ვისწავლოთ, მეტი გავიგოთ, რას ნიშნავს ზოგადად ეს მწვანე გარდაქმნა, რატო არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამისი ნაწილები ვიყოთ ჩვენ. პირველი ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება დავზოგოთ რესურსები, სად რა შეიძლება ვიპოვოთ და მინდა გითხრა, აი ამ ფიქრში, სად როგორ შეიძლება დავზოგოთ რესურსი, რომ ესე პირდაპირ ვთქვა, ბავშვებს არაფერი არ მოაკლდეს. ეს რაღაც გამოდგა შესაძლებლობაც, იმიტომ რომ ამან ახალი ცოდნა და ახალი განათლება მოიტანა. გასულ წელს ჩავატარეთ საკმაოდ ესეთი სიღრმისეული კვლევა ადამიანების დამოკიდებულებებზე ფოთსა და ხოფში. ძირითადი ფოკუსი ჰქონდა დევნილი მოსახლეობა და გამოვიკვლიეთ, როგორ ხედავენ ისინი ამ ყველაფერს და შედეგები საკმაოდ საინტერესო იყო სხვათა შორის. დაახლოებით 85% სრული მოსახლეობის თვლის, რომ მათ თითოეულ ქმედებას რაღაც პატარა ცვლილებების მოტანა შეუძლია. და ისინი თვლიან, რომ რაღაც მცირე მაგალითად, როდესაც ოთახში არ არიან ამის შუქის შაქრობით, რაღაც პატარა თავის კონტრიბუციას წევენ და ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ პატარა ცვლილებებიდან იწყება დიდი გარდაცვლილება. მოგესალმებით. ეს არის პოდკასტების სერია მწვანე ჰორიზონტი. მე გახლავართ ნათია ქალდანი, მისი წამყვანი. პროექტს ახორციელებს მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაცია, საკონსულტაციო კომპანია ლოიალტესთან ერთად და მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა და დანიის მთავრობა. დღევანდელი სერია გახლავთ მესამე ეპიზოდი პოდკასტების სერიის, სადაც მოწვეული გვყავს ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ქალებისა და ახალგაზრდების როლსა და პოტენციალზე მწვანე გარდაქმნის პროცესში, რა არის ბარიერები, რა გადაჭრის გზები არსებობს. მივესალმები ქალბატონ მერი ბიწაძეს, რომელიც გახლავთ სტრატეგიული განვითარების და პარტნიორების მენეჯერი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთში და გვანცაკი კალეიშვილი თოლისკურის დამფუძნებელი ხობიდან. პირველი კითხვით გადავალ გვანცასთან, რომ ვისაუბროთ მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის შესახებ, რა საქმიანობთ და როგორ უწყობთ ხელს მწვანე ტრანზიციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობას. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ორგანიზაციის საქმიანობას, ჩვენ 2013 წლიდან მუშაობთ ხობის მუნიციპალიტეტში და როდესაც მეკითხებიან გარემოს დაცვის მიმართულებით და მწვანე თემებზე, პირველი ჩემი კომენტარი არის, ჯერ კიდევ მაშინ ჩავერთეთ, როდესაც გარემოს დაცვა გვეგონა მხოლოდ ნარჩენების შეგროვება და ნარჩენების კონტეინერების დადგმა გარკვეულ ლოკაციებზე. მაგრამ ეტაპობრივად წლებთან ერთად გავიზარდეთ და სხვადასხვა საქმიანობებს ახორციელებთ დღეს უკვე. ორგანიზაციის სამუშაო მიმართულება, ეს არის ახალგაზრდული მიმართულება, ერთ-ერთი დიდი მიმართულება გვაქვს. გვაქვს სოციალური სერვისები, რომლის ფარგლებში ორგანიზაციის ბაზაზე მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი, სადაც 6-დან 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვები გვყავს და მესამე მიმართულება ეს იყო სოციალური მეწარმეობა, რომლის ფარგლებში სოფელ თორსაში გქონდა სოციალური საწარმო, ჩირი სოციალური საწარმო, სადაც დასაქმებული იყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 3 ქალი. ამ ეტაპზე სოციალური საწარმო არ მუშაობს, 2019 წელს დავაფუძნეთ და 3 წელი იმუშავა. იმეც ვიტოვებთ, რომ სოციალური საწარმო განახლებს თავის მუშაობას და ზოგადად ჩვენი შექმნა, ესე ვთქვათ, ჩვენი ჯგუფის შექმნა დაიწყო, როგორც აღვნიშნე 2013 წელს. ეს იყო პროგრამა, გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში, რომელსაც ახორციელებდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. პროგრამას ერქვა ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის და აი ამ პროექტის ფარგლებში
შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფი ჯერ. და 2017 წელს უკვე დავარეგისტრირეთ ორგანიზაცია განათლებისა და განვითარების ცენტრი თოლისკური, რომელიც ხობში ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობებს. აქტიურად ვართ ჩართული მწვანე გარდაქმნის პროცესში, როგორც საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც. მადლობა გვანცა, მე თქვენთან გადმოვალ, თქვენც რომ გითხრათ, რა საქმიანობს თქვენი ორგანიზაცია და როგორ უწყობთ ხელს ახალგაზრდების და ქალების ჩართულობას მწვანე ტრანზიციის პროცესში. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, დაინტერესებისათვის და მხარდაჭერისთვის, რომ ჩვენზეც ერთგვარად საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლოდა ჩვენ საქმიანობას და ასე ვთქვათ, მწვანე გარდაქმნაც დღის წესრიგში იმ ადამიანებისთვის დავაყენოთ, ვინც შეიძლება ეს საკითხი საერთოდ არ იცოდეს. საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს კონფლიქტი დაზარალებული და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართულებით, სოციო-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, ასევე ძალიან დიდი ხანია ვეხმარებით სხვადასხვა ადგილობრივ რეგიონალურ და ასე ვთქვათ პატარა ორგანიზაციებს გაძლიერებაში და უფრო ეფექტიანი სერვისის მიწოდებაში ლოკალურად. მუშაობთ როგორც ბავშვებთან, ისე ხანდაზმულებთან, რა თქმა უნდა კონფლიქტი დაზარალებულ ადამიანებთან, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზაციის პირველი ასე ვთქვათ, მიზანი, სანამ გავფართოვდებოდით უფრო ფართომასშტაბიან დიდ ორგანიზაციად, იყო ყოველთვის დევნილები და დღემდე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია, ასევე მუშაობთ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიმართულებით, თუ ადამიანების, ახალგაზრდების და ქალების გაძლიერების მიმართულებით, რაც შეეხება მწვანე გარდაცვალას ბოლო რამდენიმე წელი აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც, მაგრამ ჩვენი ფოკუსი ძირითადად არის სამართლიანი გარდაცვლის უზრუნველყოფა ამ მწვანე და ციფრული გარდაცვლის პროცესებში, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ არავინ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა ყველა პროცესში და ყველაზე მოწყვლადი და რთულად ხმამისაწვდენი თემებიც კი უნდა იყოს ჩართულები და იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებები და იჯდნენ იმ მაგიდაზე, სადაც ყველა ეს გადაწყვეტილება ხდება მიღებული. მადლობა, მერი. გადავალ შემდეგ კითხვაზე. ანუ რა არის ძირითადი ბარიერები, რომლებსაც აწყდებიან ქალი მეწარმეები და ახალგაზრდები მწვანე ინიციატივების განხორციელებისას და თქვენი გამოცდილებით როგორ არის შესაძლებელი ამ ბარიერების გადალახვა? ბარიერებს რაც შეეხება, შეიძლება სუბიექტური ვიყო. მაინც უპირველესად აღნიშნავდი, რომ ინფორმაციული ვაკუუმი ან დეფიციტი შეიძლება დავარქვათ. იმიტომ რომ მე პირადად რეგიონში ვცხოვრობ და სულ ვფიქრობ და რომ არ ვიყო აქტიური, რომ არ ვიყო ბევრ რამეში ჩართული, მე ინფორმაცია შეიძლება არ მქონდეს რაღაც კონკრეტულ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის და ციფრული ეპოქაში ვცხოვრობთ, მაინც ადამიანები ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას და ჩვენი ორგანიზაციის როლი ერთ-ერთი ეს არის, რომ პირველ რიგში მიაწოდო ინფორმაცია იმ სიახლეებზე, რაც არსებობს ზოგადად თანამედროვე სამყაროში და შემდეგ მომხრევართ, რომ ადამიანს, ასე ვთქვათ, თევზის ჭერა ასწავლო და თვითონ უნდა დაეჭიროს შემდეგ თევზი. ბარიერი ჩემთვის მაინც პირველი არის ინფორმაციული და ასე ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება ადამიანებისათვის, იმიტომ რომ ზოგჯერ ხდება, რომ აი მეწარმეებმა მაგალითად მიმდინარე პროექტის ფარგლებში, როცა გქონდა შეხვედრები, ძალიან ბევრი სიახლე არ იცოდნენ, რაც მწვანე გარდაქმნის პროცესში არის მიღებული, დანერგილი და ასე შემდეგ. შეიძლება ადამიანი უცებ ვერ ჩაერთოს აი ამ მწვანე გარდაქმნის პროცესში, მაგრამ ის, როდესაც სისტემატიურად ჩაერთვება და ინფორმაციას დააგროვებს რაღაც საკითხებზე, მერე შეიძლება იფიქროს და პირველი კიდევ ფიქრობს მას რა ბენეფიტი ექნება აი ამ ჩართვის შემდეგ. ცხადია ბიზნესი ამაზე არის ორიენტირებული და ამაში ცუდი არაფერი არ არის. უბრალოდ ისევ ამოვა იქიდან, რომ აუცილებელია ინფორმაციის სწორად მიწოდება და პირველი არის ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ უკვე შემდეგი კითხვები არის ყოველთვის ფინანსები, საიდან შეიძლება მოვიზიოთ ეს ფინანსები. რთული პროცესია, არ არის მარტივი პროცესი ფინანსების მოძიება
და შეიძლება მისი განკარგვაც იყოს შემდგომ პრობლემური. იმიტომ რომ აი ამ მწვანე გარდაქმნის პროცესში ის სპეციალისტები და კადრები, რაც ამ საქმეს ჭირდება საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადო მომზადებული. შეიძლება არიან, მაგრამ უფრო თბილისში, ვიდრე რეგიონში. დავითანხმები აბსოლუტურად გვანცეს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან კომპლექსურია ზოგადად გამოწვევები, ხო? მარტო ერთი გამოწვევის მიზეზი შეუძლებელია, რომ ასეთი საკითხების საუბრისას დავასახელოთ. ინფორმაციულობის ნაკლებობაში აბსოლუტურად მოყვები და გეთანხმები, მეც და დავამატებდი ასევე ზოგადად სიღარიბის დონეს და ენერგეტიკულ სიღარიბეს, იმიტომ რომ რეგიონებში განსაკუთრებით ასევე დიდ ქალაქებშიც, მაგრამ სოფლებში გვაქვს განსაკუთრებული სიდუხჭირე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებზე და განსახლების მრავალბინიან ობიექტებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება ვერაფერი ვერ გააკეთოს და გასაგებია, რომ ადამიანები შეიძლება ინფორმირებულები იყვნენ, მაგრამ მათ ჭირდებათ განგრძობითი და მუდმივი მხარდაჭერა, იმისთვის რომ პროცესებში იყვნენ ჩართული სრულფასოვნად, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ მით უმეტეს, როდესაც ქალებს ეხება ეს ყველაფერი და როდესაც ქალები არიან, ასე ვთქვათ, პირველადი ზრუნვის მწოდებლები, როგორც ეძახით ხოლმე, ეს ორმაგი ტვირთია, იმიტომ რომ ენერგეტიკულადაც და ზოგადად ოჯახში ძირითად შემთხვევებში ქალები არიან, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის მენეჯერები და განმკარგავები, ხო? ამიტომ ქალებს თუ არ ქონდათ შესაძლებლობა, რომ მეტი ინფორმაცია, მეტი შესაძლებლობები და მეტი მხარდაჭერა და ხაზგასმით მხარდაჭერა ქონდეთ სხვა ადამიანებისგან, ძალიან რთულია გადაჭრის პრობლემებზე ვისაუბროთ და რაღაც ახალ ინოვაციურ მიდგომებზე და მეთოდებზე, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის მთავარი მიდგომა, რაც გვჭირდება, რომ გარდა ინფორმირებულობისა და სერვისის მიწოდების რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში რაღაც ლოკალურად და ძალიან მოკლე მასშტაბით და დროის მონაკვეთში ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციებს არ გვაქვს მუდმივად იმდენი რესურსი, რომ განგრძობითი იყოს ეს ყველაფერი და რაღაც სხვა პროექტების და პროგრამების ჩარჩოებში ვჯდებით და დროის მონაკვეთებში, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს განგრძობითობის მნიშვნელობა და მუდმივი მხარდაჭერის და სერვისის გაწევის, ასე ვთქვათ, მენტორინგის, კოუჩინგის პროგრამების დანერგვა, რომელიც სისტემატიური ხასიათის იქნება, როდესაც განსაკუთრებით ვსაუბრობთ ქალების გაძლიერებაზე. ერთს ვიტყოდი მეც რა მერიმ როგორც აღნიშნეთ, აი მოწყვლადი ჯგუფი ყველაზე მოწყვლადი არის აი ამ პროცესების დროს, რაზედაც ვისაუბრეთ, უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ მე რაც აღნიშნე წინა საუბარში, ის რომ დიფერენცირებულად როცა ხდება მაგალითად ვიღაცას სხვა გამოწვევა აქვს, რამდენი ჯგუფი არის, იმდენი გამოწვევა არსებობს და იმდენი ინდივიდუალური მიდგომა საჭიროებს და მათზე მორგებულ პროგრამებს, ცხადია, მრავალი მიმართულებით არის გამოწვევა და ხო, ყველა გამოწვევას ერთბაშად ვერ უმკლავდებით. კი ბატონო, ორივე ახსენებდით იმ ცნობიერების ამაღლებაზე, საჭიროებას ზოგადად ცნობიერების ამაღლებას, თუმცა ეს მარტო არ არის საკმარისი და რა პრაქტიკული ნაბიჯები შეიძლება რომ გადაიდგას იმისთვის, რომ ეს მწვანე ინიციატივები დაანერგონ ახალგაზრდებმა და ქალებმა, მეწარმეებმა, აი თქვენ მაგალითად სოციალური სერვისები გაქვთ და ამ სოციალური სერვისების პროცესში ეს ენერგოეფექტურობის დაანერგვა რამდენად თქვენ როგორც თქვენს მაგალითი რო ავიღოთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რა როლს ასრულებს და აი პრაქტიკული ნაბიჯები რა შეიძლება იყოს ამ პროცესში. როგორც აღნიშნე, ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი. ეს არის სერვისი, რომელიც მუდმივად მოითხოვს განახლებას, განვითარებას და ძალიან დიდ რესურსს, როგორც ფულად რესურსს, ასევე ადამიანურ რესურსს, რომ სერვისი იყოს გამართული და სუსტად ერგებოდეს დამეთანხმება მე. შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ჩვენც ასევე მსგავსი სერვისის მიმწოდებელი ვართ და ნამდვილად მესმის თქვენი გამოწვევებს. ძალიან რთული პროცესია, კი. და პირველი ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება დავზოგოთ რესურსები, სად რა შეიძლება ვიპოვოთ და მინდა გითხრა, აი ამ ფიქრში, სად როგორ შეიძლება დავზოგოთ რესურსი, რომ ესე პირდაპირ ვთქვა, აი ბავშვებს არაფერი არ მოაკლდეს. ეს რაღაცა გამოდგა შესაძლებლობაც, იმიტომ რომ ამან ახალი ცოდნა და ახალი განათლება მოიტანა. აი ამ ფიქრში, აი ამ რაღაც ორომტრიალში შეიძლება ითქვას, აღმოვაჩინეთ ის, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს თუ 19-ში, რომ არსებობს მზის პანელები, რომლის საშუალებითაც შეიძლება რომ მაგალითად რო დაამონტაჟო, ელექტროენერგიის ხარჯი შეამცირო და ეს ერთ-ერთ ტრენინგზე გავიგე
და იმის მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ აი როგორ შეიძლება ეს გავაკეთო ჩვენს ცენტრში. და 2020 წელს UNDP-მა მოგცა შესაძლებლობა რომ ეს ჩვენი იდეა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩვენი იდეა დააფინანსა. მაშინ იყო 3 კილოვატი პანელები შევიძინეს სულ რაღაც, მაგრამ ამან მოგცა განათლება, ესე ვთქვათ, რომ აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება გავაკეთოთ და დღეს უკვე გვაქვს 25 კილოვატი მზის ენერგიაზე მომუშავე პანელი, რომელიც უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილების სისტემას იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ორგანიზაცია ფუნქციონირებს. ასევე გვაქვს სათბური, მწვანე სათბური, რომელიც მოწყობილი არის ისე, რომ ის რესურსი ბოსტნეული ძირითადად, რაც გვჭირდება დღის ცენტრში, გვაქვს ამ სათბურში, გვექნება და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან დიდ დანაზოგი იქნება. კომუნალური ხარჯის, ასე ვთქვათ, არ გადახდა ცენტრისთვის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ის ამ თანხას რაღაცა სხვა მიზნებისკენ მიმართავს. არ შემიძლია არ დაგეთახო, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც არაკომერციული ორგანიზაციები კომერციული ტარიფით ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, გაცილებით დიდია ეს თანხა, ვიდრე ჩვეულებრივ ფიზიკური პირის შემთხვევაში შეიძლება იყოს, ამიტომ ჩვენც ეს მიდგომა ძალიან ბევრ სერვისის მიმწოდებელ ცენტრში დავნერგეთ, ხანდაზმულთა თავშესაფრებში, დღის ცენტრებში, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში და აბსოლუტურად ვეთანხმებ კონცეს, რომ ძალიან დიდი შეღავათია აბსოლუტურად, როდესაც კომერციული ტარიფით გადასახადს არ იხდი და გაქვს განახლებადი ენერგია და მწვანე მიმართულებით გარდაქმნასაც უწყობ ხელს და ამ დროს უკვე სერვისის მიმწოდებლებს და ჩვენ ორგანიზაციებს მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მეტი ვიფიქროთ კეთილდღეობაზე იმ ადამიანებს, ვისაც ვემსახურებით. უბრალოდ ეხა შეიცვალა მარეგულირებელმა შეცვალა მიდგომები, იმიტომ რომ ადრე იყო რა ენერგიასაც შენ მოიხმარდი, დანარჩენ ენერგიას გირიცხავდა ფულის სახით. ეხა უკვე ეს შეიცვალა და ესე არ ხდება, მაგრამ 2020 წელს და 21 წელს რაც დავამონტაჟეთ მზის პანელები, იქიდან რაღაცა თანხა გვერიცხება წლის მაისში, ყოველი წლის მაისში და პირველი თანხა რო ჩაირიცხა, ეს იყო მე მგონი 2 წლის რაღაც დაგროვილი თანხა იყო 1070 ლარი, აი ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა ეს თავისუფალი თანხა გაჩნდა ორგანიზაციის ბალანსზე. ასე რომ როგორც განათლების კუთხით, ასევე საუბრობთ ბენეფიტზე, რა ბენეფიტი შეიძლება იყოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს წინგადადგმული ნაბიჯი, თან გარემოზე ზრუნა, ხშირად ესეთი დამოკიდებულებაც არის, რომ აი მაგალითად რა შეიძლება რა ერთმა ადამიანმა გააკეთოს ერთი ორგანიზაცია როგორ უშველის ამ კლიმატის ცვლილებას და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ადამიანისგან იწყება ცვლილება და ზუსტად აი ამ ერთი უნდა იყოს, ვინც მუდმივად შეცვლის და დაანახებს, ესე ვთქვათ, სხვებს, რომ შეიძლება ამის განხორციელება. ბატონო, მადლობა გვანცა, ძალიან საინტერესო და მიხარია, რომ მსგავსი ინიციატივები არის რეგიონებში მით უმეტეს. მერი, თქვენ აი როგორ ფიქრობთ, რამდენად არის საქართველოში საზოგადოება მზად ამ მწვანე ინიციატივების მისაღებად, მწვანე ბიზნესებს დაუჭირონ მხარი, ახალგაზრდულ ინიციატივებს საქართველოში? რამდენიმე მიდგომა აქვს ზოგადად ცნობიერების ამაღლებასაც და მზაობასაც, ხო? შეიძლება როდესაც ვსაუბრობთ, აბსოლუტურად ყველას გქონდეს რაღაც ზედაპირული ინფორმაცია გადასვლაზე, პროცესებზე და ვამბობდეთ, რომ მზად ვართ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ერთ მონაცემს გავიხსენებ, გასულ წელს ჩავატარეთ საკმაოდ ესეთი სიღრმისეული კვლევა ადამიანების დამოკიდებულებებზე ფოთსა და ხობში, ძირითადი ფოკუსი ჰქონდა დევნილი მოსახლეობა და გამოვიკვლიეთ, როგორ ხედავენ ისინი ამ ყველაფერს და შედეგები საკმაოდ საინტერესო იყო სხვა შორის. დაახლოებით 85% სრული მოსახლეობის თვლის, რომ მათ თითოეულ ქმედებას რაღაც პატარა ცვლილებების მოტანა შეუძლია. და ისინი თვლიან, რომ რაღაც მცირე მაგალითად, როდესაც ოთახში არ არიან ამის შუქის ჩაქრობით, რაღაც პატარ თავის კონტრიბუციას წევენ და ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ პატარა ცვლილებებიდან იწყება დიდი გარდაცვლები და ქმედებები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ადამიანები მზად არიან იმისთვის, რომ
რაღაც ახალი მივაწოდოთ. თუმცა მეორე საკითხი და მეორე ციფრი, რომელიც არის თითქმის იგივე რაოდენობის ადამიანი, ყოველთვის ეკონომიკურ წინსვლას აყენებს პრიორიტეტად. მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან მაღალი დონეს გვაქვს სიღარიბის ხარიც და ენერგოსიღარიბის მიმართულებითაც საკმაოდ დიდ გამოწვევებს ვეჯახებით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს მათთვის გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ არის ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული. და როგორ შეიძლება მწვანე გარდაცვლის პროცესში ეს ყველაფერი მათი თვითკმარობის ხელშემწყობით იყოს. ან როგორ შეიძლება მათი პატარა ინიციატივები, მათი ბიზნეს გეგმები, სოციალური ხედვები და ეს შემოსავლის მომტანი საქმიანობა, საარსებო წყაროების გამჩენი საქმიანობა და უძახოთ როგორც გინდათ, იყოს ასე ვთქვათ მწვანეც და იყოს ცოტა მეტად ენერგო მედეგი და ცოტა მეტად კლიმატგამძლეც, ხო? ამიტომ ამ ორის დაკავშირება ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონკრეტული შესაძლებლობებიც და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მაღალი მიმღებლობის დონე გვექნება, როდესაც ზუსტად გავაგებინებთ ადამიანებს, რატომ შეიძლება მათთვის კეთილდღეობის მომტანი იყოს ეს ყველაფერი. მადლობა. წეგან საუბრობდით გვანცა, რომ აი ეს ტრენინგები გაიარეთ და ამითი მაგალითად მიიღეთ ცოდნა. რამდენად არის ხელმისაწვდომი ტრენინგები რეგიონებში და რა ტიპის მხარდაჭერას საჭიროებენ რეგიონები ამ ეტაპზე? იმეგეთ ხობის მაგალითით რომ მიმსჯელოთ. ძირითად ტრენინგებს ესეთ ახალ თემებზე საუბარი ყოველთვის მოაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მე ესეთი გამოცდილება მაქვს მაგალითად, რომ ყველა სიახლე გავიგე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. რაც შეეხება როგორ შეიძლება, ანუ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ რეგიონში და მუშაობენ, ესენი არიან ანუ ძალიან დიდ როლს თამაშობენ ეს ადამიანები და ეს ორგანიზაციები აი ამ ინფორმაციის გავრცელებაში. და როდესაც ეხლა საუბრობდა მერი, რომ როცა ამბობენ, რომ ჯერ ამის დრო არ არის, იმის დრო არ არის, ზოგადად დრო არასდროს არ იქნება, თუ ეს არ გავაკეთეთ, ხო? არავინ არ გვეტყვის, რომ ეხლა არის დრო, რომ ახლა დავნერგოთ რაღაცა მწვანე გარდაქმნა. მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ორგანიზაცია არ მუშაობს და შესაბამისად ტრენინგებიც მე იშვიათად მესმის, რომ რაღაცა ტრენინგები ჩატარდა. 1-2 ესე ვთქვათ ტრენინგები, მეტი მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. და ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ეტაპზე დაეტყობა ადამიანებს, შეიძლება ახლა ვერ გრძნობდეთ უცებ ამ შედეგებს, მაგრამ რაღაც 1 წლის მერე ვთქვათ, დაეტყობა, რომ რაღაცა ინფორმაცია არ გვაქვს. როცა გვაქვს ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ჭარბად, მაშინ ვფიქრობთ, რომ ეს ისე მოდის და ეს ისე ხდება. ისე არაფერი არ მოდის და არ ხდება. ამაზე ადამიანები მუშაობდნენ და ჩვენამდე სოციალური ქსელით აღწევს თუ ისე ფიზიკური შეხვედრებით, ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას. და ეს მარტივი არ არის ნამდვილად. რაც შეეხება პირადად მე მაგალითად რო გითხრათ, ჯერ კიდე ვიკვებები ორგანიზაციების სოციალურ გვერდებზე შევდივარ და მე ვიცი და უშად სად რა მოვიძიო, ანუ სანაცნობო წრეს მყავს მივწერო, ვიკითხო, მაგრამ ყველას არ აქვს ეს შესაძლებლობა და ყველა რაღაცა ყურადღების მიღმა შეიძლება დარჩეს. მე მაქსიმალურად ვცდილობ დღემდე, რომ ეს ინფორმაციები გავაზიარო კი გვერდები სოციალურ ქსელებში, რომ ყველა ადამიანთან, ეხლა ცხადია ყველა ჯგუფთან, ყველა ჯგუფს ვერ მიწვდები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი ინფორმაციის გაზიარების კუთხით ისევ და ისევ იმას ვსაუბრობ, რომ როგორმე არსებული სიტუაცია გადავლახოთ. აი ზუსტად ფაქტობრივად იმ თემაზე მივედით, ქსელური თანამშრომლობა რამდენად მნიშვნელოვანია და აი თქვენ როგორი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით, რამდენად მნიშვნელოვანია და თქვენ საქმიანობაში რა როლს ასრულებს ეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა? მე ზოგადად არ მჯერა, რომ მულტისექტორული და რაღაც კოლაბორაციული თანამშრომლობის გარეშე რაიმე გარდატეხის რეალური ხელშესახები მიზნების მიღწევა შეგვიძლია, იმიტომ რომ შეიძლება ორგანიზაციებს ჰქონდეთ რაღაც კონკრეტული რესურსები,
კონკრეტული წვდომები, ინსტრუმენტები და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან მუდმივად იმ რეჟიმში, რომ მარტო აკეთონ ყველაფერი. მარტო ფიზიკურად ვერ გახვალ იმ ხელა შედეგებზე, რაც ცვლილებას მოიტანს და რა თქმა უნდა პოზიტიურ ცვლილებას. ამიტომ სავალდებულო არის ჩვენ სექტორში და აბსოლუტურად ყველა სექტორში ის რომ ვითანამშრომლოთ. თუ ადამიანები არ ვითანამშრომლებთ, ორგანიზაციებთან, ადგილობრივ წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საერთაშორისოებთან, თვითონ თემთან და იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ვმუშაობთ, ხო? თუ ყველა ერთობლივად არ ვიყავით ამ პროცესებში ჩართული, მე ვერ ვხედავ სამართლიანობას და მიჭირს გრძელვადიანად ამ ყველაფრის დანახვა. ამიტომ ლოკალურობიდან გრძელვადიანი ცოტა ეს თანამშრომლობითი ჯაჭვი შექმნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ ჩვენც რაღაც ერთმანეთსაც ვიცნობთ რეგიონიდან გამომდინარე, ხო? რამდენიმე გადაკვეთა გქონია, გვითანამშრომლია კიდეც, ხო? რაღაც ამ ურთიერთობების გაღრმავების გარეშე ძალიან რთულია, რომ ერთმა ორგანიზაციამ ანუ ვიცი რაღაც კონკრეტულმა გააკეთოს ყველაფერი, ხო? ამიტომ რაღაცაში ექსპერტიზა შეიძლება მე მეტი მქონდეს, ყვანცას მეტი ქონდეს, ერთმანეთი დავაბალანსოთ, უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ და უფრო მეტი სიკეთე გავაკეთოთ. ამიტომ თანამშრომლობის გარეშე მე ვერ ვხედავ წინსვლას და განვითარებას, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ყველა ერთმანეთის ნასწავლგაკვეთილებსაც ვსწავლობთ. გავაგრძელებ მე ის საუბარს, რომ აი თვითონ ორგანიზაცია ცენტრი აფხაზეთი ხო ძალიან აქტიურად მუშაობს და ძალიან ესეთი სტაჟიანი ორგანიზაცია. და მე მქონდა და მაქვს თანამშრომლობ ჩვენ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანებს ახსენდები, რომ აი მაგალითად შეიძლება თოლისკური ჩაერთოს რაღაცა პროექტში, რომ ესე ვთქვათ, წინ წაიწიოს და განვითარდეს. როცა დიდი ორგანიზაციები მსგავსად მუშაობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ პატარა ორგანიზაციამ რო ამოისუნთქოს, ფეხზე რო დადგეს, მას ცხადია სჭირდება, რესურსი სჭირდება, მხოლოდ ფულადი რესურსი არ არის მნიშვნელოვანი. სჭირდება ადამიანური რესურსი, სჭირდება სანაცნობო რო რაღაცა დახმარებისთვის მიმართოს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც მე ძალიან სიამოვნებს ამისთვის ეხლა მადლობას გეუბნებით, რომ აი როცა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ აი პროექტში ჩაერთეთ, რაღაცა ეს გვაქვს, აი ძალიან სასიამოვნოა ეს მომენტი. ასევე შემთხვევით ვისარგებლებ და იმ ყველა იმ ორგანიზაციას ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, ვინც თოლისკურის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. არ შემიძლია ადგილობრივ დონეზე 10-ნათის როლი არ გამოვყო. ასოციაცია მერკური, ანუ ჩვენი როგორ გითხრა, აი გაჭირვების ტაკოსები იყვნენ ყოველთვის, რაღაც დარეკვები, აი რა ვქნათ, როგორ გავაკეთოთ. და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც ჩვენს განვითარებაში და ჩვენს ესე ვთქვათ ფეხზე დაყენებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს და დღემდე ამ ადამიანების მხარდაჭერით ვართ და რავი, მგონია რომ სულ კიდე ძალიან ბევრი ორგანიზაცია უნდა გაიზარდოს და როდესაც ვხედავთ ჩვენ მაგალითად როგორ გვექცევიან დიდი ორგანიზაციები, ხო რაღაცებს ვსწავლობთ, როლური მოდელები არის ყველაფერი. ჩვენც ვცდილობთ მერე რომ აი საინიციატივო ჯგუფებს მხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ვიღაც ადამიანები დაგვიდგნენ გვერდით და რო განვითარდით სურვილი გიჩნდება შენც, რომ აი შენც დაეხმარო სხვას და შენც ფეხზე დააყენო და ზუსტად ამ მეთოდით მგონია რომ ძალიან კარგი შედეგი დაიდება, ვიდრე განკერძოებულად, მარტო და მგონია რომ რაღაცა სასწაული ის არის, მაგრამ ეს უფრო სასწაულია, როცა ადამიანს ეხმარები. ძალიან დიდი მადლობა კონცემ, იმიტომ რომ ჩვენი ხედვაც ზუსტად ამაზე არის ორიენტირებული, რომ რა ექსპერტიზაც გვაქვს, ასე ვთქვათ, გავცეთ და სხვა ორგანიზაციებსაც ქონდეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი რესურსები გამოიყენონ, იქნება ეს სხვა ინსტრუმენტები, დოკუმენტები, ჩვენი კონტაქტები თუ უბრალოდ მეგობრობა და რჩევები, რასაც დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ისედაც მუდმივად უზიარებთ და დარწმუნებული ვარ სხვა ორგანიზაციებთანაც ესეა, იმიტომ რომ ჩვენც ესე მუშაობთ ყველა, ხო, აბსოლუტურად და ერთ-ერთი მსგავსი ინიციატივა, რომელიც გასულ წელს ჩამოვაყალიბეთ, ასე ვთქვათ, ფოთში ეს არის ახალგაზრდული ენერგო კლუბი და მაქსიმალურად
ვცდილობთ ამ ეტაპზე ისინი არიან ჩვენთვის ასე ვთქვათ საზრუნავი პატარა ორგანიზაცია, რომელიც უკვე ოფიციალურადაც არის რეგისტრირებული და ვცდილობს რომ ლოკალურად შექმნას ის პატარა გადაწყვეტები, გადაჭრები, რომელიც მათ საზოგადოებას და მათ თემს და დასახლებას განვითარებაში ხელს შეუწყობს და ზუსტად ამ მწვანე გარდაქმნის მიმართულებით მუშაობს ენერგოკლუბიც და აი ზუსტად აქ ვხედავ ყველაზე დიდ მნიშვნელობას აი ამ თანამშრომლობის და კოლაბორაციული დამოკიდებულებების როგორ შეუძლიათ პატარა ინიციატივებს, პატარა იდეებს სხვების ჩართულობის და მხარდაჭერით იქცნენ საკმაოდ სტაბილურ და ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიმღებ პატარა ორგანიზაციებად, რომლებიც უკვე დიდებიც არიან. მადლობა მერი, თან უკვე ახსენა ჩემი მომდევნო კითხვაც ფაქტობრივად ამას ეხებოდა, რომ რადგან ახსენე უკვე წარმატებული кейსი, შემთხვევა ინიციატივა, მინდა გვანცასაც თხოვო ხობში რა ქონიათ ესეთი საინტერესო წარმატებული ინიციატივა, რითაც ამაყობთ დღეს. ხობში გვაქვს საამაყო ინიციატივა, რაც ეხა უკავშირდება ძალიან ბევრი ამ მიტივტივდა ეხა გონებაში, მაგრამ მაინც ყოველთვის მივდივარ ახალგაზრდებისკენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქმნიან ჩვენს მომავალს და ეხა არ მინდა გამომივიდეს სადღეგრძელო, მაგრამ როცა ეს მოგყვებიან და აი ამ ინფორმაციას და სიახლეს აზიარებ მათთან და ისინი ისრუტავენ, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი არის და აი თუნდაც ახლა თქვენი დაფინანსებული პროექტები, რაც დაფინანსდა, ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის სიამაყის განცდას. და კიდევ ახსენებ, რომ აი ესენი ემზადებიან უკვე, რომ რაღაცები გააკეთონ, რაღაცები დადონ, რეალიზება მოახდინონ აი ამ თავიანთი შექმნილი ნიმუშების ეს ძალიან საამაყო და ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანები ხვალდაზე არიან ის ადამიანები, ვინც ზუსტად ცვლილებებს მოიტანენ და ეს ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა და აი ბოლოს რა იქნება თქვენი რჩევა ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის ან ქალმეწარმეებისთვის, როგორ აყვნენ ან გადავიდნენ ამ მწვანე ინიციატივებზე, პროექტებზე და რა შეიძლება რომ გააკეთონ მომავალში ან ახლა. ძალიან რთულია მომავალზე ვისაუბროთ, ხო, მაგრამ ის თუნდა დავინახოთ, რომ მომავალი არის მწვანე. და უნდა გქონდეს იმისი ხედვა, რომ მეტი ვისწავლოთ, მეტი გავიგოთ, რას ნიშნავს ზოგადად ეს მწვანე გარდაქმნა, რატო არის მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ამისი ნაწილები ვიყოთ ჩვენც. ამიტომ ახალგაზრდებს, ქალებს აბსოლუტურად ყველას ვურჩევდი, რომ არ შეეშინდეთ ამ ტერმინის მწვანე გადასვლის და ამ ტექნოლოგიური გადასვლის მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სასწაულად დიდი ფინანსების ტექნოლოგიური გარდატეხები უნდა მოახდინონ ინდივიდებმა იმისთვის, რომ პროცესის ნაწილი იყონ. ამიტომ ძალიან პატარა ნაბიჯებით, ბუნებაზე დაფუძნებული პატარა გადაწყვეტებით, რომელსაც ახლა აკეთებს ზუსტად ჩვენი ენერგოკლუბი და წვიმის ბაღების გაშენებით, რომელიც ერთგვარად ლამაზიც არის და ბაღია რეალურად მათ ეზოში, მაგრამ ამავდროულად ნალექი წყლების გამტარია და დატბორვის წინააღმდეგ იბრძვის ჩვეულებრივად ეს პატარა წვიმის ბაღი, რომელიც ყველაზე დიდი გამოწვევა არის მრავალბინიან დევნილთა დასახლებებში. ამიტომ ესეთი პატარა ბუნებაზე დაფუძნებული თუნდაც პატარა ნაბიჯები, რომელიც სახლში ჩვენ თვითონ შეგვაძლებინებს, რომ ნაკლები მოვიხმაროთ, ხო, ენერგია იქნება ეს თუ სეპარაცია დავიწყოთ სხვა ნარჩენების, კომპოსტირება მოვახდინოთ თუ სხვა, ინდივიდუალური პატარა ნაბიჯებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის სრული პროცესის შესაკრავად. ამიტომ ეს იქნებოდა პირველი ჩემი რჩევა, რომ ნუ გეშინიათ. არ არის აუცილებელი, რომ გადატრიალებები მოვახდინოთ მწვანე მიმართულებით, მაგრამ აუცილებელია, რომ მეტი ვიცოდეთ, რას მოითხოვს მომავალი ჩვენგან და რას მოითხოვს მწვანე სამსახურები, რასაც ეძახიან და მწვანე უნარები ჩვენგან. ამიტომ ამ მიმართულებით გაძლიერებას ვურჩევდი ყველას. მადლობა. მე ყოველთვის რაღაც თავს ვარიდებ რჩევებს საერთოდ. და ყოველთვის ვაზიარებ ჩემს პირად გამოცდილებას. მაგალითად, ამ მწვანე საკითხებში რა გამოცდილებაც მაქვს, ხშირად ჩემს პირად სოციალურ გვერდზეც რაღაცებს ვწერ
და იმიტომ რომ მე ვთვლი ესე რომ რჩევა რომ მივცე რაღაც ადამიანს ესე იგი უნდა იმიტომ რომ ყველ მეწარმის სხვა რჩევა ჭირდება, ახალგაზრდას სხვა რჩევა ჭირდება, ბიზნეს სექტორს ძალიან სხვა რჩევა ჭირდება და ერთადერთი ჩემი როგორც მე ჩემ თავს მოვუწოდებ ხოლმე ყოველთვის რომ არ გაჩერდე და როცა ხშირად მეკითხებიან აი რატო იცი ამდენია ანუ იქ აი ეს თემებზე ზოგადად აი ის თემა სოციალური მეწარმეობა ეს მწვანე გარდაქმნა კიდე სხვადასხვა კითხვები მე ვეუბნები რომ სადაც გავიგებ რამე შეხვედრა არის რაღაც ტრენინგი სემინარი ტარდება ყველგან მე ვარ ყველგან მე ვიყავი იმიტომ რომ იქიდან რაღაც ერთი სიახლე ყოველთვის იყო და რაღაცა შეხვედრა რო იგეგმება მაგალითად ხობში ჩვენს ოფისში მუდმივად ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გაიგოს ეს იმიტომ რომ არავინ არ ვიცით ვის სად რა შესაძლებლობა ელოდება და ჩათვლა იმისა რომ მე იქ ხარაზე მივიდე რაღაცა დროს ვკარგა ტყუილად მივდივარ აი ეს სიტყვები მე არ მიყვარს ანუ ყველგან მივდივარ ყველა შეხვედრას ვესწრები დღესაც იმიტომ რომ ყველგან არის დამალული პატარა შესაძლებლობები და ეს მინდა რომ ადამიანებამდე მივიტანო ყოველთვის რომ შესაძლებლობა ყველგან შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი მადლობა ორივეს ძალიან საინტერესო და თან სასიამოვნო საუბრისთვის და მოსაზრებების გაზიარებისთვის ორივეს ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ იმიტომ რომ რეგიონები და თან მწვანე მომავალი არის ნამდვილად მომავლის იდეა, თემაც და ყველაფერი, ამიტომ ორივეს ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებთ ქალებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობის კუთხით. მადლობა შენ მოწვევისთვის და ესეთი საინტერესო დისკუსიისთვის. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენც. ეს იყო მესამე ეპიზოდი პოდკასტების სერიის და ჩვენ დაგიბრუნდებით მეოთხე ეპიზოდით, სადაც ვისაუბრებთ მწვანე დაფინანსების თემებზე. მადლობა.